გუშინ როგორც ვიცით, ყველამ დაიწყო სასწავლო წელი და იყო ფუსფუსი ოჯახებში, სოციალური ქსელები იყო აჭრელებული პირველკლასელების ფოტოებით, ძალიან საყვარელი ბავშვების. მე როგორც სამი შვილის დედა მესმის ამ დროს რა ხდება ხოლმე ოჯახებში და როგორი ფუსფუსი არის ატეხილი. ბარემ აქვე გითხარით თქვენთან რა ხდებოდა სახლში? ჩვენთან ჩემი მეორე და მესამე უკვე გადავიდნენ მე-10 და მე-9 კლასში, ოღონდ ჩვენ უკვე ერთი კვირის წინ დაგვეწყო სკოლა. მაგრამ სექტემბერი ყველასთვის, ყველა მშობელისთვის არის ძალიან დატვირთული თვე, რადგან სკოლის გარდა ბავშვები სხვადასხვა აქტივობებზე გვიწევს აწყობა, შენაძენი, ფინანსურადაც, დიახ, ყველა მხრივ და ბავშვებიც რაღაცა უბრუნდებიან ამ რუტინას, რაც თავიდან ყველასთვის რთულია ხოლმე, როგორც ბავშვებს, ასევე მშობელი თუ არა? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სრულდება ესეთი ზაფხულის მშვენიერი არდადეგები სრულდება და უბრუნდებით რუტინას ყველა მშობლების, ბავშვებიც. მოდი ეხლა რო არ გამიგრძელდეს სიტყვა, საერთოდ განსაკუთრებული ფუსფუსი ალბათ მრავალშვილიან ოჯახებში და ესეთი ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ როგორი ესეთი არ ვიცი, აი ყოველთვის ამაყი ვარ და ყოველთვის განსაკუთრებულად მომწონს და რა ვიცი, სიტყვებიც არ მაქვს იმ დედების არ ვიცი, ბევრი შვილით, ყველაფერს რო ასწრებენ, გარდა იმისა, რომ ბავშვები ყველა არიან რაღაცა დაწყობილი სკოლა, ბაღი, ამ დროს თვითონაც აქტიურები სამსახურში დადიან. არ ვიცი. სხვადასხვა ჩვენ მამები გვყავდა სტუდიაში ბევრი შვილით და ყვებოდნენ 12 შვილიდან 11 რო სკოლაში მიდის, წარმოგიდგენიათ თუ ხო? არა, წარმოიდგინეთ როგორი დილა არის და მოდით მინდა მოვიწვიო ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჩვენი კოლეგა არის ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი, რომელსაც ყავს 4 შვილი და მასთან გავაგრძელოთ საუბარი და გარდა იმისა, რომ არის მრავალშვილიანი, საოცრ არის სტილის მატარებლები არიან მთელი ოჯახი. მარიამ გაბედავა მინდა მოვიწვიო სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბროთ, ჯერ გუშინდელ დღეზე მოყვეთ, როგორი ფუსფუსი იყო მათ ოჯახში და შემდეგ უკვე მის არაჩვეულებრივ სტილზე მინდა ვისაუბროთ. მარიამ, დილა მშვიდობის, დიდი მადლობა რომ მოხვედი ამ დღეს რომ მომიწვიეთ. მესმის რომ დილა როგორი დატვირთული იქნება თქვენს ოჯახში, 4 შვილის დედიკო ხარ, არაჩვეულებრივი ბავშვების, აღზრდილების, კულტურული ბავშვების, უფროსი არის 9 წლის და პატარა 6 7 თვის გახდა გუშინ 7 თვის. სკოლაში რამდენი დადის სანარჩენი სამი? მეორე წავიდა სკოლაში გუშინ და ჰქონდა დიდი ფუსფუსი და ღრიამული დიდი და როგორ ემოციებთანაც არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, განსაკუთრებით ვინც პირველ კლასში მიდის. და განსაკუთრებით მე მგონი დედებისთვის უფრო დიდ ემოციებთან არის ვიდრე ბავშვებისთვის, ხო, იმიტომ რომ ისევ შფოთავდი რომ მე მივხვდი რომ ჩემი თავი უნდა ამეყვანა ხელში რომ არ გადამედო ჩემი შვილებისთვის. და შფოთვა. აი პირველი დღე როა მაინც რაღაცა არის უცხოს გარემო, როგორი გარემო იქნება, როგორ დახვდებიან ბავშვები, როგორ მიიღებენ, თუმცა ამ მხრივ მაინც უფრო მშვიდად ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი უფროსი გოგოც იგივე სკოლაში დადის და იმედიანად რო ხარ თან სულ ვამბობ რომ ჩემი 9 წლის ნინა მეორე დედა ბავშვების დრო იმდენად მეხმარება და ტიპაჟურად არის ძალიან ზრუნველი და ძალიან რაღაცა ისეთია რა, რომ შეგიძლია ანდო და დაუტოვო და მოულის და ცივნილავს რო არის, როცა უფროსი დაანძმა ხდება ხოლმე იმ გარემოში, სადაც ახალ გარემოში უნდა შევიდეს ბავშვი და შეგვიყვება ყველაფერი გააცნო, რაც თავის მის კლასელებსაც იცნობდა და არისო უცხო და დიდი პლუსია. თვითონ ბავშვი ძალიან კმაყოფილია, ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ აი უკვე 7-ის უნდა გახდეს, სადაც არის და უკვე დრო იყო მისთვის რა. ადრე არ მივიყვანე სანამ 6 წლის არ გახდებოდა, იმიტომ რომ მაინც მე მგონი ჯობია ხო, სადგვეჩქარება და მაგიტომ ჯობია რომ მამამ რა ქნა, ადრე გაიღვიძა თუ გააგრძელა ძილი? არა, მამა ძალიან ჩართულია. ბავშვების აღზრდაში ღამეც იღვიძებს ხოლმე, პატარა როცა იღვიძებს, დილითაც აი ყოფილა შემთხვევები, რომ პატარა როცა ყავს ოჯახში ახლდაბადებული, ძალიან ძნელია და დილით თავი რო ვერ ამიწევია, საკუთარ თავზე ვამბობ, მას გამომზადებ
იზრდებიან სამივე ბავშვი ისე რომ მე არც გამიგია. ასე რომ მამა ძალიან ჩართულია და ამისთვის თქვენი ეთერიდან კიდევ ერთხელ მადლობას უხდით. თუმცა ალბათ ბუნებრივიც არის რა. კი, რა თქმა უნდა, როგორც დედა ისე მამა ჯანსაღ ოჯახში თანაბრად იყვნენ ჩართულები. მარიამ, სკოლის ფორმა არის თქვენ სკოლაში? ჩვენთან არის სკოლის ფორმები და ამ ხრივ ცოტა გამიოლდა, იმიტომ რომ სულ მეც ვერ მხრობი ამას. ბავშვები არის ძალიან კარგია და ძალიან პრაქტიკულია უბრალოდ მშობლისთვისაც. ხანდახან მეც მბესდება ხოლმე სულ ერთზე იგივე და შევურევ ხოლმე რაღაცებს და მე დამრიგებლისგან მომდის გაფრთხილებები. არა, კი ძალიან ლამაზად იყო, მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ. აი, სწორედ ეს არის ჩემი შემდეგი კითხვა. ნელ-ნელა გადავედი თქვენ სტილზე და თქვენ ინსპირაციაზე. ხშირად სოციალურ ქსელში აქვეყნებ ხოლმე ისე ოჯახურ ფოტოებს და ყველა ხართ ერთ სტილში ჩაცმული, როგორც მშობლები, ასევე ბავშვები ერთ ფერებში, ერთ ტონში. მოგვიყევი ამას რამხელა ენერგია სჭირდება გარდა ამისა და გემოვნება. და როგორ ჩამოგიყალიბდა ეს? თავიდან დავიწყეთ მე და ნინა. მხოლოდ პირველი გოგო რომ გამიჩნდა, უფრო მარტივია რა, ორისთვის გოგოსთან და თან მარტო ორზე მიწევდა ზრუნვა და შემდეგ ნელ-ნელა უბრალოდ მე მექმნებოდა დისკომფორტი სახლიდან რომ გავდიოდი თუ ერთ სტილში არ ვიყავით რა. არ არის ალბათ ეს ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ აი რატომღაც ან ხელოვნურად არ გამიკეთებია რომ მოდი ახლა ერთნაირად ჩავიცვათ. ბუნებრივად ჩამოყალიბდა ეს ამბავი რომ გავიდოდით სახლიდან, აი გარეთვალიდან დანახული რაღაც სასიამოვნოდ ჩანდეს. არ ყოფილა ის რომ ესთეტი ხარ. ხო, ალბათ ამან გამოიწვია და შესაბამისად ჯერჯერობით სანამ პატარები არიან ჩემი შვილები, მომყვებიან ამაში. ხო, აი არ ვაძალებ, უბრალოდ თვითონაც ახლა ნინას უკვე უნდა ხოლმე და თვითონ სუნთქავს რომ აი შენაირი ეს ჩამაცვი, შენაირი ჩამა მეც მინდა ესეთი და ჩამოუყალიბდა ეს გემოვნება. ბიჭებს რაც შეეხება, ბიჭებს ჯერ დიდად რეაქცია არ აქვს ხოლმე, თუმცა ვცდილობ რომ მათაც არა პროტესტებენ. მათაც ვცდილობ რომ მივცე თავისუფლება, რომ აი თქვა ამას ჩაიცნო თუ ამას და მე მათზე ვეწყობი რა, აი თუ ერთად გავდივართ სახლიდან. ჯერ ბავშვებს ის არ არის რომ ეს უნდა ჩავიცვა, წინასწარ უთანხმებ. კი, ჯერ ბავშვებს ვარჩევინებ, აი რა განწყობაზე არიან, ქვედაბოლო უნდა ჩაიცვას თუ შარვალი თქვა ნინას, რა ფერებში ურჩევნია და აი უკვე მე მაგის მიხედვით მე ვეწყობი ხოლმე მათზე, ასე თქვა, თუმცა ბევრი დრო ჭირდება ამას. ბევრი დრო ჭირდება და როგორ ახერხებ აი თვითონ საყიდლებზე რომ მიდიხარ ბავშვებისთვის, აი ესე ერთ სტილში. აი სიმართლე გითხრათ, ეხლაც მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ფორმებია, მაინც პირველ დღეს ვცდილობ ხოლმე რომ ბოლომდე სულ არ გავიდე ამ ფორმის იმიდან, მაგრამ რაღაცნაირად დავიცვა და მთელი ზაფხული სკოლა რომ თავდება, მე ვიწყებ ფიქრს, რომ პირველ დღეს როგორ სწავლენ ბავშვებს. კარგია. და აგროვებ ხოლმე რა რაღაცებს, რომ აი ამაზე ამას ჩაიცვას, ამაზე ამას, რომ სადღაც რაღაც მომეწონება, სადღაც არ მომეწონება, მე კიდევ ათვალიერებ და ესე შენმა მშობლებმა ჩადეს შენში ეს ბავშვობაში? ეხლა საიდანია რომ ადამიანმა საკუთარ თავზე ისაუბრო, თუმცა მე სადაც ვსწავლობდი სკოლაში იქ არ იყო მაშინ ფორმები საჯარო სკოლაში 55 სკოლაში ვსწავლობდი და აქედან კიდევ ერთხელ მინდა მოვიკითხო ჩემი საოცარი მასწავლებლები და ჩემი სკოლა რომელიც ძალიან მიყვარს. ხო, ძალიან მიყვარს და მენატრება. თუმცა იქ ყველა აღნიშნავდა ხოლმე რომ აი რაღაცა ჩაცმის სტილს ჩემსას ბავშვობიდანვე. მაშინ არ იყო ფორმები და ისაც რა უნდა და არ იყო, ისაც რა უნდა და ისეცვა, მაგრამ ხო ამბობენ რომ გამორჩეულად მეცვა. თუმცა ცუდია საკუთარ თავზე ადამიანი როსაუბრა. არა, რატომ? რაღაცნაირად ეს ალბათ ჩამოყალიბდა. მოვიდა მე ბავშვებში. ანუ მე მაგალითად ესეთი მიდგომა მაქვს და დედაჩემსაც ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ, რომ აი ეხა არაუშავს აქვე გამყავს მაღაზიაში და რაღაცა გადავაცვა, ეს არ იყო რა. ხო, მახსოვს ერთხელ ბებიაჩი მაჩუკა დიდი რაღაცა ფუშფუშა თეთრი კაბა, საქორწილო კაბას გავდა და ნუ აი ოცნება იყო ჩემი რომ ამ კაბას წავსულიყავი და ნუ ბოლოს რო დაეკმაყოფილებინა ეს ჩემი ოცნება, პურზე ჩამიშვა ქვემოთ მაღაზიაში და ნუ აი ვიყავი ძალიან ბედნიერი რა. მეც ესე იმაშვები ხოლმე ბავშვი. რაღაცა პატარა ბედნიერები. ხო, აი რაღაცა ფოტოქოსტში არ გეგვადიშებია მაღაზიაში მაინც აი რაღაცაირად ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს აი მაღაზიაში ჩასვლისას. ნუ რაღაცა ესეც ერთგვარი ცხოვრების სტილია ბავშვს უდებ იმას, რაც მე აუცილებლად გამოყალიბდება მე. ხო, აი ხო ჩამოყალიბდა. ეს რიგით და გემოვნებაც არის. მე მიდებლობა საზოგადოების წინაშე გარკვეულ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს გემოვნება, ნუ ოჯახიდანაც უყალიბდება ალბათ და ესთეტიკა რა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ესთეტი ან ხარ ალბათ რა. ალბათ, მაგრამ აი თუ მიაჩვევ ამას ბავშვს, მე მგონია ხა ალბათ არავინ არ იბადება. ყველა
ყველაფერი მიჩვევაზე. მე მგონია რომ ამას შემაჩვიეს ოჯახში მოწესრიგებული იყო თმა. აი სკოლაში რო ვაკითხავ ხოლმე ბავშვი სახლამდე არის სადღაც ალბათ 5 წუთის გზა ფეხით. მაინც რო გამოდის თმა ვთქვა აჩეჩილია თავუარცხნა უნდა და ისე მივიყვანო სახლამდე. აი წესრიგსაჩვე. ხო მით უმეტეს ქალი მგონია რომ გაჩეჩილიც ატარებს პირიქით შეიძლება გოგოები და იცი რა მაინტერესებს შთაგონება საიდან იხებ მიცი რა დღეს თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია შთაგონების მიღება თუნდაც სოციალური სივრცეებში ხო მე უფრო ინსტაგრამის მოხმარებელი ვარ და დღევანდელ ყველა ვარ ხო მიყვარს TikTok-ს ისე ვერ ავუწყო თქვენ კი უყურებთ თქვენს რუბრიკას მაგრამ ვერ აუღეალღო ინსტაგრამიდან ძალიან ბევრი ინსპირაცია მოდის მაგრამ ბავშვობიდან აი მქონდა რაღაცნაირად ეს მიდრეკილება რომ რაღაცას ავიღებდი გადავაკეთებდი ჩავით აი სულ მიყვარდა რა ეს პატარაობაში და დღესაც ესე ვარ ხოლმე ისე საუბრობს 4 შვილის დედა რომ თითქოს რაღაცეები რუტინა არ იყოს შესაბამისად მაქვს კითხვა როცა პირველი ნინა გააჩინეთ ფიქრობდით რომ 5 შვილი გეყოლებოდათ 4 შვილი მყავს ენამ გიყევათ ნუ თუ ღმერთინებებს რატომაც არა თუმცა მე საკეისრო კვეთით მყავს ყველა გაჩენილი და ამიტომ ცოტა შეზღუდვა მაქვს თუმცა პირველი ნინა რო გავაჩინე ვიცოდი რომ ბევრი შვილი უნდა მყავდა იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ამაზე ვოცნებდი და სულ მინდოდა რომ ბევრი შვილი მყავდა მე როგორც ვიცი ტყუპის ცალი ხართ კი ტყუპის ცალი ვარ მე თვითონ თუმცა სხვა დედმამიშვილი აღარ მყავს სამწუხაროდ და მიუხედავად იმისა რომ ტყუპის ცალი აი მართლა არ ვიცი იმხელა სიყვარული იმხელა ენერგია და კიდე სულ სხვა რამეა ვიდრე დედმამიშვილი მაინც სულ მინდოდა რომ კიდე მყოლოდა დაძმა და გონია რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არის და ამაზე კარგი საქმე რაც შეიძლება რომ შენ შვილებს გავუკეთო რომ ერთმანეთი ყავდეთ ხო ალბათ მით უმეტეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მე მგონი როცა დემოგრაფიული პრობლემების არის დემოგრაფიული და მეც გეთანხმებით რომ ქალისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც იზამ რანაირი კარიერაც არ უნდა ქონდეს ეს არის დედობა მე სულ ვამბობ მაგას რომ ყველაზე კარგი კარიერა დედობა კიდეც არის მამობას ბიჭისთვის მამობები როგორ არა მამო შვილი არის ყველაზე მთავარი ეხლა ჩვენ ისე ვისაუბრეთ ქალბატონებო იკლავს თავს და აქტიურად მარიამ იცი რა მინდა კითხო ეხლა საუბრობთ 4 შულზე და რა ხელა ენერგიას ითხოვს ეს ყველაფერი ხო ასევე დატვირთული ხარ და შენი პროფესიით ხარ ჟურნალისტი პროდიუსერი როგორ ათახმებ როგორ ათაფსებ ერთმანეთთან 4 შვილის რაღაცნაირად ეს ყველაფერი დავალაგო იმიტომ რომ თან მინდა რომ შვილებთანაც ვიყო და მე ვარ ჩართული დედა მიუხედავად იმისა როგორ ასწრებ მოგვიყევი დედა ჩემი არის მეორე დედა ჩემი შვილების თქო ვამბობ იმიტომ რომ მართლა მისი გაზრდილია რო არ მყავდეს ესეთი დედა ვერ გავაჩენდი ამდენ შულს იმიტომ რომ მაქვს პარალელურად 4 სამსახური და ძალიან ძნელია მეც რო ესეთი დედა არ მყავდეს მეც 3 შვილის გაზრდა და კიდე სხვა პროფესიით მუშაობას ნამდვილად არ შევძლებდი და ძალიან მიყვარხარ დედა მადლობა ამისთვის დედამთილი მაგალითად ჩემ შემთხვევაში დედამთილი იყო დედასთან ერთად სხვათა შორის ჩვენ რაც გვაქვს ბებია-ბაბუის ინსტიტუტი ეს არის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მეც ბებია-ბაბუის გაზრდილი ვარ და მთელი ცხოვრება მომყობა ეს უდიდესი სიყვარული აი ეგ არის მნიშვნელოვანი და სულ მინდა ვთქვა რომ თუ ბებიას და ბაბუას ცალია შეძლების დაგვარად დრო დაუთმო შვილიშვილებს, იმიტომ რომ ამაზე დიდი სიყვარული და სიკეთე ბავშვისთვის რაც შეუძლია ბებიას და ბაბუას ჩადოს. ხანდახან იმ მშობელ საქმეა გარბის არცალია აღწრება ბებია-ბაბუა არის სხვანაირად ზრდია. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვინდა ჩვენ რომ მომავალი თაობა სიყვარული და სიკეთით იყოს სავსე ბებიის და ბაბუის ჩართულობა. კი ბატონო და შენ პროფესიას დაუბრუნდეთ, ესე იგი მშობლები ხელს გიწყობენ ძალიან იწყობენ ხელს მშობლები, ჩემი ქმარიც ძალიან ხელს მიწყობს მიუხედავად იმისა რომ მასაც დატვირთული გრაფიკი აქვს ყოველთვის არის ხოლმე ჩემი წამქეზებელი ასე ვთქვათ რომ მიდი მაგისტრატურაზე გინდოდა ჩაბარება მეორე შვილი უკვე მყავდა და მესამეს ველოდებოდი მაგისტრატურაზე
ცოტა მეზარებოდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა არა ჩააბარა, შენ ხო ეს გინდოდა და სტიმულია შენ. ხო, ძალიან ხელს მიწობს ხოლმე ჩემი ქმარს და სტიმულს მაძლევს. ხანდახან არის ხოლმე რთულ, ეხა ისე ვლაპარაკობ, რომ ყველაფერი დავარცხნილი და გადასარევად არის. რა თქმა უნდა, ამის უკან ეს ფოტოების გადაღების უკანაც ამხელაში რომ ადევს არა? კი, შინაგანად ზოგჯერ არის ხოლმე, რომ საერთოდ არაფრის კეთება აღარ გინდა, ისეთი დაღლილი ხარ, მაგრამ მე ისე მოტივაცია არიან შვილები. რო უყურებ, როგორ მოწონთ მათ, რო ხარ აქტიური, ხარ რაღაცნაირად ესეთი რა, შემდგარი არ მინდა ვთქვა, თუმცა შენს პროფესიაში მე შენ შვილებსაც მაგალითად ძლევ, რომ შენს ბევრი უნდა იშრომო, ისწავლო, რომ აი ამ თითქოს ხო რაღაცა გულმოყულია. შეიძლება რო არ აქცევი შვილებს დღესაც. რო შევაჯამოთ, მინდა რომ მე შევაჯამო ბოლოს, ნუ თქვენ შეგიძლიათ მე რაღაცას მაგრამ მე ერთი მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ მე მაგალითად ამ სტუდიაში ახლა რომ ვზივარ ძალიან მაბედნიერებს ის, რომ სტუმრად ყავს 4 შვილის დედა, რომელიც ასე ბედნიერად ყვება ამ ამბავს და მისი მასპინძლებიც ნინოს 3 შვილი ყავს, თაკოს 3 შვილი ყავს, ოთარის 3 შვილი ყავს და 3 შვილიშვილის ბაბუაც არის. ანუ ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემაზე ვიზრუნებთ. ეგ ძალიან დიდი სიმდიდრეა, რომ ასეთი საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია კი, მრავალი დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მართლაც დიდი შრომა მის უკან, ამ ყველაფრის უკან ბუნებრივია. დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე და ბედნიერებას გისურვებ, ვლახ ცხოვრებას, შენს არაჩვეულებრივ შვილიკოებთან ერთად. მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს მომავალ სამშაბათამდე. მადლობა. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ.